ძალიან საინტერესო ამ ვაკანსიების ენა ბავშვისთვის ვეძებ ბებიას. ამ შემთხვევაში იგულისხმება რომ უპირობო როგორც ბებიის სიყვარული. ეს მხოლოდ ბავშვი არ ვრცელდება. ვრცელდება ოჯახის წევრობაზე, მშობლების მიმართ, ანუ დამსაქმებლების მიმართ სხვანაირ ლოიალურობაზე და მოთმენის უნარზე. არსებითად ყველაფერზე, რასაც გააკეთებდა ოჯახის წევრი. ჩვენ ამაზე ვამბობთ კიდე, რომ გაიგებთ ოჯახის წევრს ვეძებთ ამ ფრაზას. უნდა იცოდეთ, რომ რას გიპირებენ. ოჯახის წევრად ადამიანს ვერ დაიქირავებ. ოჯახის წევრი შეიძლება გყავდეს ოჯახის წევრობა ჩაუნაცვლებელი მოცემულობა. შრომას თუ ყიდულობ, ეგ არის სამსახური. ქირავთ ადამიანს, რომელიც განაცვლებს, მასთან უნდა გქონდეს მინიმუმ კეთილსინდისიერი მიმართება. კეთილსინდისიერება მათ შორის იმასაც გულისხმობს, რომ პირდაპირ ვთქვათ ის რა მოცემულობაში ქირავთ, რას ვუხდით, რამდენი დრო გვესაჭიროება მისგან და ასე შემდეგ. ეს დასაზღრულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შრომაში, როცა სახლში მიმდინარეობს შრომა, უკონტროლოდ, არც ერთი სახელმწიფო სამსახური არ აგებს პასუხს ამ ადამიანების შრომაზე. ვერავის ვერ დაურეკავენ და ვერავინ ვერ შეამოწმებს ოჯახს. ამ მხრივ არაფორმალობა არის ძალიან დამაზიანებელი ფორმა შრომის, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მალე უნდა დავემშვიდობოთ ოჯახის შემთხვევაში. ეს არის გადასალახი მოცემულობა.